საინტერესო თემაა, ჩვენ თქვით რომ მკურნალობა ფაქტობრივად დღეს უკვე ყველა სქესობრივი გზით გადამტები ინფექციის არის შესაძლებელი და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ამ თემაზე იქნება კლინიკა ნეოლაბის ექიმი ინფექციონისტი ქალბატონი მაია ბუწაშვილი, რომელიც ამ სტიგმასთან დაკავშირებით და მკურნალობისა და დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას გაგვიზიარებს. მოგესალმებით ქალბატონ მაია, მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, საკმაოდ აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და აი თქვენს კლინიკურ პრაქტიკაში რამდენად ხშირად გვხვდებათ ეს აღნიშნული დაავადებები, ძირითადად რა დაავადებებია გავრცელებული და მე უფრო და უფრო ჩავშალოთ. კი, ნამდვილად ძალიან აქტუალურია, სტიგმატიზებულია, ძალიან ხშირია. სხვადასხვა პროფილის ექიმებთან ხვდებიან ეს პაციენტები, მათ შორის ინფექციონისტებთანაც და შესაბამისად ჩემთანაც. განსაკუთრებით პრობლემურია და ხშირია ახალგაზრდებში, თინეიჯერებში და აი აქ ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს იმ მხრივ, რომ მომართვიანობაც ყველაზე ცუდია და უფრო ყველაზე მეტად დამალულია და დაფარულია. ხშირი სქესობრივად გადამდები ინფექციებია ქლამიდიოზი, გონორეა, აი განსაკუთრებით ყველაზე ხშირად ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა და პაპილომავირუსი ცალკე საკითხია, რომელიც ალბათ მაინც ყველაზე ხშირია ერთ-ერთი, უბრალოდ პაპილომავირუსული ინფექცია აი ასე კლინიკურად არ ვლინდება და პაციენტი ექიმთან არ მიდის, იმიტომ რომ ჩივილები არ აქვს, სანამ თქვათ მომავალში უკვე სამწუხარო შედეგი არ დგება, ასე რომ პაპილომავირუსით ესეთი ყოველდღიური მომართვიანობა ექიმთან არ არის, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ყველაზე ხშირი სიმპტომები არის გამონადენი, გამონაყარი წვა და ამის ყველაზე ხშირი მიზეზი კიდევ მეორე არის ქლამიდიოზი, გონორეა, ურეაპლაზმა, ალბათ ყველაზე ხშირი მაინც ესენია. პაპილომავირუსი, როდესაც ვახსენეთ, აქ უნდა ვთქვათ, რომ ამ ვირუსის საპრევენციო ვაქცინა არსებობს და ყველა უნდა აიცრას, მათ შორის როგორც ქალებიც, ასევე მამაკაცებიც. კი, ეხა იმუნიზაციის კვირეული მოდის და აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობაში მოცვა არის დაბალი, მიუხედავად იმისა, რომ უფასოა, ყველა შეუძლია აიცრას, ასაკობრივი ჯგუფი ძალიან გაიზარდა, დაემატა ბიჭებისაც, რაც მაინც ძალიან დაბალია ინტერესი მოსახლეობის მხრიდან, არა და კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ეს არის აცრა კიბოს წინააღმდეგ, აი ამაზე მეტი დამაჯერებლობა რა უნდა იყოს. ისე რა საინტერესო რაღაც არის, ხომ აი ქუჩაში რომ გახვიდე და მოსახლეობას რომ მკითხო მაგალითად კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა რო არსებობდეს, გაიკეთებდი თუ არა, ყველა გეტყვის დარწმუნებული ვარ, რომ კი გავიკეთებდი. აგერ ბატონო არსებობს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა და მოცვა, როგორც თქვენ ამბობთ, არის ძალიან მცირე. ბარე მეორე ვაქცინაც რო ვახსენოთ. ბ ჰეპატიტი, იმიტომ რომ ესეც სქესობრივად გადამდები ინფექცია, უმარტივესი, ადვილად გადასატანი უფასო ვაქცინა არსებობს, როგორც ვიცით 2003 წლამდე არ იყო ეროვნული კალენდრის ნაწილი და ამიტომ 2003 წლის შემდეგ დაბადებულები არიან მასიურად აცრილები და ამიტომ მოზრდილი მოსახლეობის დიდი ნაწილი აუცრელია. და აი ამ შანსად სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქეები არ იყენებენ ეფექტურად. ესეც არის ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ ბ ჰეპატიტი ღვიძლის კიბოს ერთ-ერთი მთავარი რისკ ფაქტორია. ბ ჰეპატიტი არის სავალდებულო სამშობიარო სახლში ასაცრელად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული პრობლემების მქონე იცავს მოსახლეობას. კი, მაია, ნამდვილად. მაია, რო უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა სიმპტომები ახასიათებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს ძირითადად? პირველ რიგში უნდა დავიწყო იმით, რომ შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს უამრავი მათგანი. შეიძლება ადამიანმა ისე გადაიტანოს, ისე განიკურნოს, რომ მერე შემთხვევით გაიგოს, რომ აქვს გადატანილი, ან გაიგოს მაშინ, როცა მისი გართულება ექნება უკვე. მაგრამ თუ მაინც სიმპტომურად მიდის, ეს სიმპტომები, წამყვანი სიმპტომი მაინც არის გამონადენი სასქესო ორგანოდან, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, შარდვის დროს წვა, განსაკუთრებით მამაკაცებში, გამონაყარი სხვადასხვა მიდამოში სხეულის. ბევრი სხვადასხვა სიმპტომი შეიძლება იყოს, მაგალითად ტემპერატურის მომატებალი, მფური კვანძების გადიდება, მაგრამ მაინც აი წამყვანი სიმპტომები ეს არის, რაც ჩამოვთვალეთ. წეგენ თქვით, რომ მოზარდებში პრობლემა არისო. ძირითადად თქვენ რა ასაკის პაციენტები გაკითხავენ? აი ყველაზე ხშირი მაინც არის ესე 18-დან 25-30 წლამდე ასაკი. აქ ერთი პრობლემა გვაქვს, რომ უფრო პატარებიც არიან ხოლმე, მშობლებს ვერ უმხელენ, ვიზიტზე მარტო მოსვლა რაღაც საქართველოში ესე არ არის, მშობელთან ერთად არის ახალგაზრდა თუ ბავშვი შეიძლება დავარქვა, ძალიან ჭირს მაგ დროს კომუნიკაცია, რეალური კითხვების დასმა, არა და იმისთვის რომ კვლევა შეუკვეთოს ექიმმა და დაგეგმოს, უნდა ვიცოდეთ რეალური სურათი.
ხშირად ვცდილობთ რომ თქვათ მშობელი არ შემოყვეს, იმიტომ რომ გრძნობთ სიტუაცია როგორი დაძაბულია, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ზოგჯერ ძალიან ძნელდება ეს და აი ამ დროს ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს. ალბათ ეს გოგონა მშობლების პრობლემა უფრო იქნება ვიდრე ბიβაჟების, ხო? აი, მაია, ჩვენ სტიგმაზე ვსაუბრობდით გადაცემის შესავალში ძალიან ბევრს და ერთი ასეთი ცოტა პროვოკაციული შეკითხვა მინდა დაგისვათ თქვენ პირადად, ხო? ანუ ხშირად უჭირთ ხოლმე პარტნიორებს ერთმანეთისთვის გამხელა რომ მათ აქვთ რაღაცა ტიპის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. აი ოჯახის სიწმინდის მიზნით, შენარჩუნების მიზნით თუ მოგიტყუებია ერთი მეორე პარტნიორისთვის მისი გადაცემის გზების შესახებ ინფორმაცია. მომიტყუებია, კი, ძალიან ცუდი საქციელია ვაღიარებ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ომი ატყდება ხოლმე ოთახში და არაფრის მომცემი არ არის იმ წუთში, რომ თქვათ იქ რაღაცა კატასტროფული ორთაბრძოლა იყოს, რომ ესეთი, რა ვიცი, მე მაინც თავს დავიმშვიდებ და კეთილ ტყუილს დავარქმევ. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, რომ მithქვამს, ანუ თვითონ უკითხავს პარტნიორს, რომ აუზზე დადის და შეიძლებოდა და ნუ დაუქნია თავი და ზღვას დააუზებს დავეთანხმე, ხო, ზღვაც სხვათა შორის სწორია. ყოფილა შემთხვევები, რომ აი შემოთავაზებულ ვერსიებზე თავი დამიქნევია და რომ ცოტა განმემუხტა სიტუაცია. კი, სამწუხაროდ ესეა. სამწუხაროდ კანონმდებლობაც ისეთია, რომ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა და უფლება, რომ მესამე პირს პაციენტის თანხმობის გარეშე გავანდოთ ეს ინფორმაცია და სამწუხაროს ვერ ვიტყოდი მაგაზე ქეთი, ესეც ადამიანის უფლებაა. კი, არსებობს მდგომარეობები, ალბათ რა დროსაც შეიძლება რომ რაღაცნაირად თუ ეს არის განსწრახ რეალურად, როდესაც იცი აღნიშნული ამბავი და არ უმხელ პარტნიორს, რომელთანაც შესაძლებელი არის მოხდეს გადადება, ალბათ ფიქრობ, რომ ეს არის განზრახ ჯანმრთელობის დაზიანება, ხო? ამიტომ, ნუ, რა თქმა უნდა, ეს საკამათო საკითხი არის, მაგრამ ძალიან საინტერესო არის აგრეთვე საკითხი თქვენ ახსენეთ თინეიჯერები და აი ამ კუთხითაც კანონმდებლობა ცოტათი ალბათ არ არის მორგებული, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანს არ აქვს უფლება მშობლის გარეშე, ხო? მიმართოს დაწესებულებას, ვთქვათ და ამ შემთხვევაში დაწესებულებას აქვს უფლება სერვისი გასცეს. თუმცა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებზე ამ გამონაკლისის დაშვება შეიძლება, მაგრამ ფიზიკურად უმრავლეს შემთხვევაში ეს ვერ ხერხდება, იმიტომ რომ მშობელი ბოდის და ესწრება კონსულტაცია. ან ფინანსური, ვთქვათ, გადამწყვეტი გამო და აი უბრალოდ რო ვთქვათ, აი თუნდაც აი ვაქცინაცია ახსენეთ თქვენ და მომართვიანობის ნაკლებობა თინეიჯერულ ასაკში. რამდენად შეიძლება კიდე ეს ყველაფერი დაუკავშიროთ განათლების არ ქონას? თლიანად ამას, დიახ. ზოგადად თუნდაც ის ფაქტი, რომ ასეთ ახალგაზრდებში სქესობრივად გადამდები ინფექციები ძალიან ფართოდ გავრცელებულია, ესეც ცხადია განათლების ნაკლებობასთან არის. სამწუხაროდ ჩვენთან მშობლებს ხშირად უჭირთ ამ თემაზე ლაპარაკი და ბევრმა საერთოდ არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, როგორ დაიცვას თავი და ვერც უმხელს მშობელს, რომ მქონდა სქესობრივი კონტაქტი. აი, ერთხელ Facebook-საც მეწერა, ძალიან უცნაური რაღაცები არის ხოლმე, მაგალითად, აი, როდესაც იძულებული ვარ ხანდახან მშობლის თანდასწრებით უნდა ვკითხო, ხო, იმიტომ რომ სიმპტომები გავს და ქონია თუ არა სქესობრივი კონტაქტი და პასუხია მშობლისგან თუ ბებიისგან, რომ გათხოვილი არ არის გოგონაზე. აი, ამ სტერეოტიპებს ძალიან რთულია, რომ შევბრძოლო. პრევენციაზე საუბარი და ჯანმრთელობის დაცვაზე საუბარი აუცილებელია, მით უმეტეს თინეიჯერებში და ეს ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ კარგად უნდა გაითავისოს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ ვებრძვით უკვე ამის შედეგს, მაშინ როცა შეიძლება ეს თავიდან ავიცილოთ. პრევენციაზე და თავის დაცვაზე, როდესაც საუბრობთ, მე არ ვიცი ხარ რამდენი მაყურებელი გვიყურებს, მამაკაცების ძალიან დიდ ნაწილს არ უყვარს პრეზერვატივის გამოყენება, და მე თანხმები თუ არა ამაში. კი, გეთანხმები. და კიდევ წეღანდელი რომ გავაგრძელოთ, ვინც კიდევ მაინც აღწევს ექიმამდე, ეს კიდევ კარგი ნაწილია, იმიტომ რომ მშობელს მაინც გაუმხილა, რომ რაღაც ჩივილები აქვს და როგორღაც შემოვლითი გზებით თუ რაღაცა მეთოდებით, მაინც ეს ადამიანი იღებს სერვისს. მაგრამ ბევრია ისეთი, რომელიც საერთოდ ვერ ამბობს, იმიტომ რომ იცის, რომ ეს მისი სიმპტომი რაღაც გარკვეულწილად მის ქცევას უკავშირდება და საერთოდ ყველა მხრივ რაღაცნაირად სტიგმატიზებულია და ძალიან უცნაურია. Სადაზღვევ კომპანიებიც კი არაფინანსებენ სქესობრივად გადამდები ინფექციებს. ამ დროს ეს საერთოდ აბსურდია, იმიტომ რომ დაავადებების უმრავლესობა ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული.
თქვა, კვებასთან, ალკოჰოლთან, თამბაქოსთან დაავადებების უდიდესი ნაწილი ჰიპერტენზიაც კი, ხო, ხშირ შემთხვევაში. დიაბეტი, რა ვიცი, უამრავი დაავადება ასეთი და თუ ჩვენ ასე მივუდგებით, რომ ადამიანს დავაბრალებთ რა დაავადებაც აქვს, თან მას უფრო აღრმავებს ეს ერთი და მეორე ამ დაავადებების აღმოფხვრას ვერ მოვახდენთ, იმიტომ რომ ხელმისაწვდომობა მკურნალობაზე არ იქნება. მაიკო, ძალიან ბევრი ვისაუბრებთ სტიგმაზე, მაგრამ მე მინდა კითხო დიაგნოსტირების მეთოდებზე, რა შეიცვალა ბოლო პერიოდში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი რა არის, იმიტომ რომ ჩვენ თუ დაახლოებით 10 წლის უკან ნახავდით როგორ ხდებოდა დიაგნოსტირება, საკმაოდ ტრამბულიც იყო მამაკაცებისთვის და უსიამოვნო, როდესაც ხდებოდა ესეთი რაღაც ფუნჯით ამოღება რაღაცა მასალის, თქვა სასქესო ორგანოდან. დღეს რა ხდება დიაგნოსტირების თვალსაზრისით და რამდენად ზუსტი არის ეს დიაგნოსტირება? აქაც უნდა დავყოთ, რომელ ინფექციებზე ვლაპარაკობთ. ნაწილი ჩვეულებრივ სისხლის ანალიზით, მაგალითად, სიფილისი, აივ ინფექცია, ბ ჰეპატიტი სისხლის ანალიზით. მაგრამ ის ინფექციები, რომელთა დიაგნოსტიკაც სისხლის ანალიზით არ ხდება, ან უკვე აღარ ხდება, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ინფექციას, მაგალითად, ქლამიდია მინახავს და ჰერპესი, რომ სისხლის ანალიზით და სეროლოგით ეს არასწორია, რა თქმა უნდა. ასეთი ინფექციების კვლევა ძირითადად მიმდინარეობს PCR მეთოდით. PCR მეთოდით შეიძლება გაკეთდეს. დიახ, როგორც ნაცხში, ისე შარდში. აი ეს გაადვილდა, რომ შარდში შესაძლებელია. კი, და ეს ძალიან კომფორტულია. თან არის პანელები კომბინირებული, რომელშიც შეიძლება რაღაც ერთდროულად 5, 12, 13 ინფექციანი პანელი გაკეთდეს, ეკონომიურიც არის და აღებაც ადვილია. და აქვე პრეანალიტიკას ამ დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა შარდის რომელი ულუფა უნდა იყოს ლაბორატორიაში მიტანილი. კი, შარდი სტერეოტიპულად ჩვენ ვიცით, რომ ჩვეულებრივ საერთო ანალიზისთვის ბაქტერიოლოგიისთვის ვიღებთ სუფთა შარდს, შუა ულუფას, ახალდაბანილს ან გაწმენდილს შორისის მიტომაში, აქ პირიქით არის, უნდა იყოს ადამიანი მინიმუმ 2 საათის მოუშარდავი პირველი ულუფა და არ უნდა იყოს ახლად გაწმენდილი, არა, შესაბამისად, ხო, ამას ლაბორატორიები აფრთხილებენ წინასწარ და ამიტომ ჯობია ხოლმე, როცა ადამიანი აპირებს შარდის მიტანას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისთვის, წინასწარ კონტაქტი ქონდეს ექიმთან ან ლაბორატორიასთან და პირდაპირ როგორც იცის, რომ ჩვეულებრივი შარდის ანალიზისთვის მიაქვს მასალა, ესე არ მიიტანოს. და კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვა, ადამიანების დამოკიდებულება ხშირად არის ხოლმე ასეთი, რომ არ მინდა გავიგო რა მჭირს, თქვა ხო? ან ხო, აგვიანებენ, არ მიდიან, კითხულობენ ინტერნეტში რაღაც თვითმკურნალობას. LGBT-მა ძალიან ცუდი საქმე აქვს. თვითმკურნალობას ეწევიან, ხო? მკურნალობასთან დაკავშირებით არსებობს, აი მაყურებელს რომ უთხრა, არსებობს რაღაცა ისეთი რომელსაც არ ეშველება, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, რომელიც აი რაჯობია მისვლა თუ არ მისვლა, აი ამას გეკითხები. რასაც არ ეშველება და სიცოცხლეს შეიწირავს, როგორც წესი არის ის შემთხვევები, როდესაც არის ძალიან დაგვიანებული, უყურადღებოდ მიტოვებული და ძალიან გართულებული. უნივერსალური მედიცინაში ის არის, რომ დროული დიაგნოსტიკა, დროული გამოვლენა და ჩარევა ფაქტიურად დღევანდელი თანამედროვე მედიცინისთვის დაავადებების უმრავლესობას ხდის მართვაც. მით უმეტეს სქესობრივად გადამდები ინფექციებს შორის ეგეც ვერ დავასახელებთ, რომ მალევე პირველ ეტაპზე რაღაც ეს იყოს განაჩენი. საკმაოდ ადვილად მართვადებია, ბევრ შემთხვევაში ერთი პრობლემა კიდევ ბარემ სიტყვა მოიტანა. სქესობრივად გადამდები ინფექციების უმრავლესობას სჭირდება ძალიან მოკლე, კონკრეტული, მარტივი თერაპიები. არა და ბევრი ადამიანი არის მსხვერპლი უამრავი მედიკამენტის. აი ხედავ ხოლმე ხანდახან 10-15 წამალია ჩამოწერილი, როცა შეიძლება 1 ან 2 ერთდოზიანი ჩარევაც კი საკმარისი იყოს. ამიტომ აქაც გვჭირდება რაციონალურად, მიზანმიმართულად კონკრეტული მკურნალობა მარტივად და ეფექტურად. რადგან ეს დიაგნოსტიკური პანელები არის ახლა, რომელიც თქვათ რამოდენიმე დაავადებას შესაძლებელს ხდის, რომ ერთდროულად მოვახდინოთ დიაგნოსტიკა. ხომ არ შეიძლება ვინაიდან ახალგაზრდებში არის ყველაზე მეტად გავრცელებული, ვისაუბროთ და თქვათ დაინერგოს რაღაც სკრინინგული მეთოდიც, რომ თქვათ რაღაც პერიოდში მოვახდინოთ სკრინინგი და ადრეულად აღმოვაჩინოთ ეს დაავადებები. ეს ალბათ ცოტა რთული იქნება, ნუ პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ საკმაოდ ძვირი იქნება ფასი, კი, სტიგმატიზებულიც ალბათ, მაგრამ თავარი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ზუსტად პერიოდულობით გაკეთების დროს ვერ დავიჭიროთ ეს დრო ფანჯარა და ამიტომ ცრუ იმედი მივცეთ, რომ არ იყო და შეიძლება აი მაგალითად ხა ქლამიდიის დროს უკვე თუ გართულებულია მენჯისღრუს
ანთებითი დაავადებით, მაგ დროს შეიძლება ანალიზში უკვე აღარც კი ამოვიდეს, ამიტომ ალბათ ეს ნაკლებად, მაგრამ სკრინინგს რაც შეეხება ძალიან ბევრი დაავადება ისეთი რომელიც სკრინინგს ექვემდებარება ამ ჯგუფზე თუ ვილაპარაკებთ ისევ მაგალითად B ჰეპატიტი ახლა სახელმწიფო პროგრამით და სამწუხაროდ არ იკეთება. თუმცა აქვე ისიც შეიძლება ვთქვათ რომ სანამ სკრინინგზე გავაკეთებთ აქცენტს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ რომ მაგალითად დაცული სქესობრივი კონტაქტი გაძლევს გარანტიას რომ ეს დაავადებები არ დაგემართება. ორი გამონაკლისის გარდა ეს არის პაპილომავირუსი და გენიტალური ჰერპესი, რომელიც შეიძლება მაინც გადავიდეს. სქესობრივი პარტნიორი თუ არ ყავს, ნუ ეხლა ეს ვერ დაავალდებული ადამიანს რო ყავდეს, ხო, დაცული ძალიან მნიშვნელოვანია და აქვე, როდესაც პრევენციაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პრეპიც, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი დაცვის კომპონენტია და აი სწორედ ესეც სხვათა შორის საზოგადოება გიორგი არ არის ეს და ძალიან ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში, ვისაც ყავს, არ ყავს, ვთქვათ, მუდმივი სქესობრივი პარტნიორი, რომელიც ახდენს აი ინფექციის პრევენციას თავიდან ბოლომდე და ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. და ბოლოს რა მინდა გკითხო, იცი, B ჰეპატიტი ვახსენეთ ჩვენ და არ ვიცი ხა ამ თემას რამდენად შესაბამებად. B ჰეპატიტი არის ჰეპატიტი, რომელიც კომბინირებაში შეიძლება შეხვდეს დელტა ჰეპატიტთან, თუ უბრალოდ დელტა ჰეპატიტი ხდება B ჰეპატიტთან ერთად. დელტა და ეს დაავადება საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. ყველაზე აგრესიული და აი თუ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რთული დაავადება, ბევრი კვლევებია მთელ მსოფლიოში ახლა დელტა ჰეპატიტთან დაკავშირებით. მე მესმის რომ რაღაცას წისრებად ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ გვაქვს თუ არა იმედი იმის რომ დელტა ჰეპატიტი შეიძლება განიკურნოს. რადგან დელტა ვახსენეთ, იგივე D, მაინც ისევ მე ვაქცინას კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ B ჰეპატიტის ვაქცინა ერთდროულად B და D ჰეპატიტისგან გვიცავს, იმიტომ რომ D ვერ დაგვემართება, თუ ასაწყობად არ გამოიყენა ორგანიზმში არსებული B ჰეპატიტის ვირუსი. ამიტომ ეს ვაქცინა ორივე ამ მძიმე დაავადებისგან გვიცავს. D ჰეპატიტი დღეისთვის ძალიან რთულად სამართავია, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მკურნალობა არ გვაქვს, მაგრამ იმედის მომცემია ის, რომ მიმდინარეობს კლინიკური კვლევა, მათ შორის საქართველოშიც არიან ჩართული პაციენტები, რომელიც არის 2 წლიანი და დიდი იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ კარგი შედეგები უნდა დადოს და იმედის მომცემია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მაინც რთული პროცესია და ისევ უბრუნდები იმას, რომ პრევენცია არის საუკეთესო. განათლება არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მედიცინა დღეს აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობის არის, ვიდრე 10 წლის წინ იყო, მაგრამ სამწუხაროდ დამოკიდებულება ამ დაავადებების მიმართ დიდად განსხვავებული არ არის ვიდრე 10 წლის წინ იყო. ამიტომ ეს პირდაპირ უკავშირდება ცნობიერების ამაღლებას, ასეთი ტიპის გადაცემებს, სწორ აღზრდას, სექსუალურს ადამიანებისას და სექსუალური განათლების მიწოდებას და პრევენციულ მეთოდებს. სხვა შემთხვევაში რაც არ უნდა გავითარდეს მედიცინა, თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ, დამოკიდებულება არ შეიცვლება, ისევ იქნება. და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს სასირცხვილო დაავადებები და ყველა ადამიანს შეიძლება ცხოვრების რაღაც ეტაპზე რაღაც დაემართოს. მადლობა, მინდა გადაგიხადო ბოლოს კითხავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პანელებზე რომ თქვით თქვენთან თუ ხდება ამის დიაგნოსტირება? კი, ხდება და ყოველთვის ვთავაზობთ პაციენტს, რომ ჯობია გამოიყენოს ეს პანელები, იმიტომ რომ ძალიან ეკონომიურია, ვიდრე ცალ-ცალკე ინფექციებზე. პიონერებიც იყავით ამ საკითხში. დავამატებ. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენ გადაცემის სტუმარი. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ამ თემასთან დაკავშირებით. მადლობა ქალბატონ მაია ბუძაშვილს.